Hola, მოკლედ სანამ ესპანეთის სრულ ვიდეოში მოგთავაზებთ თუ საიდან როგორ დავიწყეთ ყველაფერი მიმყოფებით ისევ ბენიდორმში ეს არის ჩვენი სასტუმროს ნომრის ხედი ასეთი სასწაული ხედი დაგვახვედრეს აი გიჟდები უბრალოდ ამ ხედზე გათენდა დილა გავიმზადეთ და მივდივართ ბენიდორმში მთავარ სპორტ კომპლექსში სადაც გვაქვს შეხვედრები და მოკლედ ცოტა ხანი შევახედებთ დარბაზშიც როგორ გამოიყურება როგორ ვარჯიშობენ აქ მყოფი ბავშვები და გაჩვენებთ ძალიან საინტერესო კადრებს ასე გამოიყურება გარე სივრცე მოკლედ გარეთ სივრციდან გადავინაცვლეთ შიდა სივრცეში სადაც ველოდებით სხვადასხვა ასაკობრივების შემოსვლას და ვარჯიშის დაწყებას მანამდე ესენი ადრე არიან მოსულები და სროლაში ვარჯიშობენ სანამ სხვადასხვა ასაკობრივების შემოსვლას სავარჯიშოდ გულო დაიბალა ლოდინით და გადაწყდა კინოს ერთზე დაძაბული თამაში მიმდინარეობს და უკვე რომ ჩადო ასაკი ვერაკლებს მიდი არ ჩერდებიან მოკლედ გამოვედით დარბაზიდან ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივების ვარჯიში შაუმა კატამ გადაგვირბინა აქ მაგრამ ყველაფერი კარგად წავა წესით ბენიდორმი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მარინა ბაღის კომარკაში ის პატარა ქალაქია და წარმოადგენს ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ტურისტულ დედაქალაქს სასწაულია აი სასწაული ხედები აქვს ამ ადგილს ბენიდორმს ასევე უწოდებენ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ნიუ-იორკს რადგან ნიუ-იორკის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში კვადრატულ მეტრზე ცათამბჯენების მიხედვით და სწორედ კადრშიც ხედავთ ამ ცათამბჯენებს თქვენ ბენიდორმი არის ესპანეთის და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული ტურისტული ქალაქი თავისი სანაპირო პლაჟებითა და ღამის ცხოვრების წყალობით. ის მადრიდის და ბარსელონის შემდეგ მესამე მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია ესპანეთში. თავისი მიკროკლიმატის წყალობით ქალაქს აქვს პრივილეგირებული მდგომარეობა, ზომიერი ზამთრის და ზაფხულში ზღვის რბილი ჰაერის კომბინირების წყალობით ამ ადგილას აღმოცენდა ახალი, თანამედროვე, წყნარი და კომფორტული ქალაქი.
ბენიდორმის ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილი თავდაპირველად განლაგდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტოსალ-დე-ლა-კალის ყურის პირდაპირ. აქვე მდებარეობს ძველი ციხესიმაგრე, ორად გაყოფილი კლდოვანი დაბოლოებით და მთაგრეხილი, რომელიც ამ ადგილებს იცავს გაბატონებული ლევანტის ან ცივი ჩრდილოეთის ქარებისგან, რის შედეგადაც გაზაფხული შემოდგომისა და ზამთრის მიკროკლიმატი მეტისმეტად რბილი და მაღალია, ვიდრე დანარჩენ სანაპიროსა და ზღვის წყლებზე. ბენიდორმის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ კონფიგურაციას ქმნის მთები, რომელიც გარს აკრავს და იცავს მას ქარის მოქმედებისგან, რომელსაც შეუძლია მისი კლიმატის შეცვლა. ბენიდორმის მიმზიდველობა მდგომარეობს მისი სამ პლაჟში, რომელიც ევროსაბჭოს 3 ცისფერი დროშით არის გამორჩეული. ეს პლაჟებია ლევანტი, პონიენტი და მალპაზას სანაპიროები. ამას ემატება ცოცხალი და მრავალფეროვანი ღამის ცხოვრება. ბენიდორმის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ დასახლებებს: ალფას-დელ-პი, ლანუსია, ფინესტრატი, ბენიმატელი, პოლოპი, ვილიახოისა და ალტეა. აქვე შევეხოთ კლიმატსაც. ბენიდორმის კლიმატი არის თბილი და ნახევრად მშრალი. ზაფხულის დროს ყველაზე მეტი ნაწილი ცნობილია როგორც ტროპიკული ღამის ეფექტი. მინიმალური ტემპერატურა ამ დროს 20 გრადუსი ცელსიუსია. როგორც გითხარით, ბენიდორმის ისტორიული ცენტრი ორ მთავარ სანაპიროს, ლევანტესა და პონიენტეს შორის მდებარეობს. სწორედ აქედან დაიწყო ამ ქალაქის განვითარება. ეწვიეთ აივანს ხმელთაშუა ზღვაზე გადმოსახეთს, საიდანაც ზღვაზე საოცარი ხედები იშლება. შეგიძლიათ ეწვიოთ ცენტრალურ ლაგუერას პარკს ან გაატაროთ დრო ტერა-მიტიკას პარკში. ეს არის სერო-კანფალის კონცხი, რომელიც ვიწრო ჩიხებითა და ხეივნებითაა შემოსაზღვრული და ლურჯი ფერებითაა მორთული. ეს ორნამენტები, მოტივი მეორდება ბალუსტრადაზე, რომელიც ბენიდორმის სანაპირო ზოლს ამშვენებს. ბალკონ დელ მედიტერანეო ერთდება განათებულ ბალკონ დელ მედიტერანეოს ბელვედერში, რომელიც გათეთრებულია. მდებარეობს კლდის თავზე, რომელიც ბენიდორმს ორ სანაპიროდ ყოფს. ეს ციხესიმაგრე აშენდა ხალხის დასაცავად ალჟირელი მეკობრეების თავდასხმებისაგან მე-14, მე-15 და მე-16 საუკუნეებში. შემდგომში ციხესიმაგრე მიტოვებული იქნა და დღეს ვიზიტორებს მხოლოდ კლდეების ნაშთების ნახვა შეუძლიათ კლდეებზე, სადამკვირვებლო წერტილის კლდეებზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ხმელთაშუა ზღვის აივანი. ახე, საშიში არ არის? სა. წამ, ჩავიდე? ჩაო. ნახე ბარტი? აი. აგი. აი, კონსულტაცია. აი, ბუდები სადაა? ხელოვნურადაც აქვს. ბუდები. ხავში საფუძველი. აუ რა მაგარია ნახე. ესე გადაღება რა მაგარია. კაპიტანო. ხო, ღმერთო რა ლამაზია ქაურობა. ჩემი დღევანდელი ვლოგი. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ და კარგი ემოციები დააგროვეთ. უღრმესი მადლობა, რომ დარჩით ბოლომდე ჩემთან ერთად და მიყურეთ.
ხო, კიდევ წინ ძალიან ბევრი გემრიელი და საინტერესო ვიდეო გელით ჩემს არხზე და ახლა ძალიან გამახარებთ თუ ჩემს არხს გამოიწერთ, ზარის ღილაკსაც გააქტიურებთ და მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.